გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ამ დროიდან ჩვენს ერთგულ მაყურებლებს და რადიო მსმენელებს შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 557 88 55 88 და არა მხოლოდ ერთგულმა მაყურებლებმა და რადიო მსმენელებმა, ნებისმიერ მსურველს აქვს თავისუფალი ეთერის გამოყენების შესაძლებლობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში ბიზნესის 99% უცხოელების ხელშია. სოფლის მეურნეობის დარგი ძალიან მძიმე მდგომარეობაში გვაქვს ქვეყანაში. შესაბამისად, გვიწევს პროდუქცია, მედიკამენტები თუ სხვადასხვა სერვისები და მომსახურება შევიძინოთ უცხოური კომპანიებისგან. ეს კი ბუნებრივია უკმაყოფილებას იწვევს საზოგადოებაში. ჩვენთვის აგრეთვე ცნობილია, რომ კომერციული ბანკები აბსოლუტურად ყველა უცხოელების საკუთრებაშია. როდესაც დღეს მომხმარებელი შედის მაღაზიაში და პლასტიკური ბარათით ყიდულობს პროდუქტს, ეს პროდუქტი გაძვირებულია შეგნებულად, იმიტომ რომ ამ პლასტიკური ბარათების მომსახურების საკომისიო დაიფაროს და ამერიკულ და უცხოურ კომპანიებს მიაქვთ საკომისიო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან. ეს არის Visa, Mastercard და კიდევ არსებობს სხვა საერთაშორისო ბარათების სისტემები. ბანკები უცხოურია, როგორც აღვნიშნე. სასტუმროები უცხოელების საკუთრებაშია, ბრენდული და ცნობილი და დიდი სასტუმროები აბსოლუტურად დიდი უმეტესობა. სუპერმარკეტები, როგორც ჩვენ ვიცით, მაგალითად Spar-ი, Carrefour-ი უცხოელების საკუთრებაშია, უცხოური კომპანიებია ეს. ის წამლები და მედიკამენტები, რაც შემოდის აფთიაქებში, აბსოლუტურად ყველა შემოტანილია, ქართული წარმოება არ არსებობს. მაღაზიებში ძალიან ძნელია, რომ შეიძინო ქართული ხილი, ქართული ბოსტნეული, ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს, და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ჩაკეტილია ქართული ბიზნესისთვის დახლები სუპერმარკეტებისა. ამ მიმართულებებზე გვექნება დღეს ჩვენ საუბარი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვავითაროთ ქვეყანაში ქართული ბიზნესი. ქართული წარმოება, ქართული სოფლის მეურნეობა. რა მომავალი ექნება ქვეყანას თუ ეს ყველაფერი ჩვენ ვერ შევძელით საქართველოში. ვიცით, რომ ქვეყანა ძირითადად ცხოვრობს საერთაშორისო გზავნილების მეშვეობით. ემიგრანტები, ქართველები, ვინც წასული არიან, უგზავნიან ოჯახის წევრებს თანხას და ძირითადად ეს არის ხოლმე შემოსავალი ქართული ოჯახებისა. ხოლო ეს ფული, როდესაც საქართველოში იხარჯება და ყველაფერი, რასაც ვყიდულობთ, რასაც მოვიხმართ, არის უცხოური, შემდეგ ისევ უცხოეთში გადის და საქართველოს ეკონომიკაში საბოლოოდ არ რჩება არაფერი. ტურიზმიდან შემოსული ხარჯები იყოს, გნებავთ. ალკოჰოლიც კი, თამბაქოც კი, ღვინის სამშობლოში საქართველოში შემოტანილია აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეს კი დიდ პრობლემას წარმოადგენს და არის თუ არა სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ხელის შეწყობა ამ დარგების მიმართ. როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ქართულ ბიზნესს აქვს თუ არა ხელშეწყობა. თუ უფრო მეტად პრიორიტეტულია, უფრო მეტად ხელშეწყობილია დღეს უცხოური ბიზნესი საქართველოში. რამდენად დიდ პრობლემას ხედავთ ამ საკითხში, რომლის წამოწევას დღეს გადავწყვიტეთ ჩვენ ინტერაქტივში. ამ კითხვებზე შეგიძლიათ გვიპასუხოთ. ახლა ხაზი თავისუფალია, ნომერზე 557 88 55 88 შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და გვესაუბროთ თქვენს გზებზე გამოსავლისა და თქვენ შეფასებებზე ამ საკითხზე. რა მომავალი ექნება საქართველოს თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ქართული ბიზნესის, სოფლის მეურნეობის წარმოების განვითარებას და ამ დარგების ხელშეწყობას. ელემენტარული ერთი მაგალითი რომ ავიღოთ, თუ მოქალაქეს ტაქსის კომპანიით სარგებლობა სურს და გამოიძახოს სურს ტაქსი, ეს ტაქსის კომპანიებიც ყველა უცხოურია. ნუ თუ ქართულს არ აქვს იმდენი ცოდნა, იმდენი ინტელექტი, რომ თვითონ შექმნას ტაქსის კომპანია მაინც, თვითონ შექმნას ადგილზე მიტანის კომპანია მაინც, ეს Glovo, Wolt-ი, Bolt-ი, Yandex-ი, ვიცით რომ ყველა უცხოური კომპანია აბსოლუტურად. და ბუნებრივია ჩვენ არ უნდა გქონდეს შემდეგ მოლოდინი ერთგვარი, რომ ეს უცხოური კომპანიები ქართულ დასაქმებულზე იზრუნებენ და მაღალ ხელფასს მისცემენ. არა, მათ მონად სჭირდებათ ქართველი დასაქმებული, თვითონ უნდა ნახონ დიდი მოგება და გაიტანონ უცხოეთში ეს.
და მე ვფიქრობ, რომ ქართულს აქვს ძალიან დიდი ცოდნაც, გამოცდილებაც, ნიჭიერებაც, რომ თვითონ შექმნას ეს ბიზნესები, თვითონ განავითაროს, თუ კი სათანადო ხელშეწყობა იქნება სახელმწიფოს მხრიდან და სახელმწიფო პრიორიტეტულად არ მიიჩნევს უცხოელს და ქართველი იქნება უფრო მეტად დაფასებული და ხელშეწყობილი. პირველი ზარია ინტერაქტივში დიდი შესავალი გამომივიდა, ბოდის გიხდით. გამარჯობა, რას ფიქრობთ ამ თემაზე? მე მინდა ვიტყვით, ეს სიგარეტი რო შემოგეთა, სულ ყველა შავი პაჭკებით არის. აწარმოებისა ის ნებო. დიახ, ახალი კანონმდებლობა არსებობს ქვეყანაში, რომლის თანახმადაც ყველა კოლოფი ერთნაირი შეფუთვით უნდა იყოს. სხვადასხვა უცხოური სიგარეტებია ეს. კარგით, მადლობა, კითხვა იყო ერთგვარი. ჩვენ ვიცით, რომ აჭარაში საკმაოდ განვითარებული იყო გნებავთ თამბაქოს კულტურა და აქ შეიძლებოდა ბევრი კარგი რამის გაკეთება, მაგრამ აჭარელი თამბაქოს მწარმოებლებიც ბევრ უსამართლობას წააწყდნენ და მათ პროტესტიც ჰქონდათ ამაზე. მახსოვს მე. თუმცა ახლა არავის არ ურჩევ მე თამბაქოს მოხმარებას, ეს მავნებელია და მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც არის მოხმარება და შეიძლება საქართველოშიც განვითარდეს ეს მიმართულება და ეს დარგი. თევზი და ხორცი რატომ უნდა შემოდიოდეს საქართველოში უცხოეთიდან? 99% ეს გაყინული ხორცი, ზოგი ჩინეთიდან, ზოგი რუსეთიდან, არ ვიცი, სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოდის ხორციც და თევზიც. როდესაც ზღვაც გვაქვს, მინდორველიც გვაქვს და შესაძლებლობაც გაგვაჩნია, რომ განვავითაროთ ეს მიმართულებები. ზარია ეთერში გისმენთ? ალო, გისმენთ. ეთერში ხართ? დიახ. ეს რა არის ისეთი რაც თქვენ ეხლა ბრძანეთ ამას ვერაფერს ამას ხო რაღაცა გონიძე დიახ ისაუბრეთ ნუ ჩერდებით კარგით აი ჩვენ ახლა შეგვაბრკოლა იმან რომ ტელევიზორის ხმა გქონდათ თქვენ ჩართული და ამიტომ სათქმელი ვერ თქვით და ვერ დაასრულეთ ტელევიზორს ხმა ბოლომდე გამოურთეთ ძალიან გთხოვთ როდესაც დარეკავთ ეთერში მორიგი ზარია გისმენთ ტელევიზორს ხმა გამოურთეთ კარგი, უნდა გაგითიშოთ, მაპატიეთ, როდესაც ტელევიზორის ხმა ბრუნდება, ჩვენ იძულებული ვართ ხოლმე გაგთიშოთ, იმიტომ რომ ვერ მყარდება ასე კავშირი ჩვენ შორის, როგორც რადიოს უნდა გამოურთოთ ხმა, ასევე ტელევიზორს ბოლომდე, როგორც კი ეს არის გამოვა ჩვენს ნომერზე. რა მომავალი ექნება ქვეყანას თუ ჩვენი წარმოება, ჩვენი ბიზნესი, ჩვენი სოფლის მეურნეობა არ განვავითარეთ? ეს არის დღეს კითხვა ინტერაქტივში. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა. იცით რა მე მგონი არავის არ უნდა გაუკვირდეს საერთოდ აქვს მიწი აქვს გამოცდილება კიდე შეუძლია ბევრი რამე გააკეთონ მაგრამ ხომ არა საერთოდ ადამიანებს ლექებს უმეტეს სამშები რომ ამოქმედონ მიწები ამოსაუნ ხომ და ამას ტექნიკა უნდა თავისი არის ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს რომ ქართველი ადამიანი ვერ ქმნის თუ არის რამდენიმე ბიზნესმენი ქვეყანაში, რომელიც აწარმოებს და დანარჩენი ხალხი მიცერებულია იმას თანხებს და იმას რა ისინი მისცემენ რამეს ეხლა ისინი თავისით არიან და გლეხი კიდე თავისით ვერაფერს ვერ აკეთებს. დიახ. მადლობთ ქალბატონო თქვენ ზარისთვის. ჩვენ ვნახეთ რომ წელს დეფიციტი იყო საქართველოში ქართული მანდარინის მაგალითად და ციტრუსის. თითქმის ვერ იყიდდი მსხვილ სუპერმარკეტებში მანდარინს, პორტოხალს, ან ლიმონს, ქართულს, ძალიან იშვიათად, ან ბაზრობებზე უნდა გეძებნა. მაშინ, როდესაც დასავლეთ საქართველოში ფერმერი ჩივის რომ მოსავალს ვერ აბარებს. აქ რა ხდება, რაშია საქმე? რატომ უნდა შემოგქონდეს ჩვენ ვაშლი უცხოეთიდან, როდესაც გორში მშვენიერი მოსავლის აღება შეგვიძლია ყურძნის მოსავლის ჩაბარება პრობლემა რატომ უნდა იყოს, როდესაც ქართული ყურძენი საძებნია სამთრის პირობებში განსაკუთრებით. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით, დიახ. ამ რამოდენიმე წლის მე პირადად ჩვენ საკუთარ ბაღში ვენახში მომივიდა ტონობით ქლიავი, არალილოტი, ვაშლი, ყველაფერი, ბევრი რაოდენობით. დიახ. და როდესაც გადავწყვეტე ამისი რეალიზაცია, საფეხურით არ იღებდნენ ამ პროდუქციას. ამაზე ვთქვით, დიახ. საზომი აპარატი, რომელიც პესტიციდებზე ზომავს და ასე შემდეგ. დიახ. და აი ვეუბნებოდი რომ
საღია, კარგია, შეამოწმეთ, ევრო 6-ის აპარატია. არა არის ეს. არ უნდათ ქართული პროდუქცია ეს. და მიზეზი რა იყო იცით? დიახ. ზოგი რატოა დიდი, ზოგი რატოა პატარა, ზოგი რატოა ულამაზო, ზოგი რატოა ლამაზი და აი ეს რაღაცები დაიწყო. არა და ეს ყველაზე ჯანსაღი და გემრიელია ასეთი ხილი. რა თქმა უნდა. კაცი იყო მოყვანილი საუკეთესო. არც შესწავლა არაფერი. არიღებდი. დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული პარამეტრებით ნორმაში იყო ყველაფერი. აი საქართველოში არიღებდნენ ქართული მაღაზიები და ბაზრები. დიახ. ჯერა, ნამდვილად მჯერა და სწორად ამაზე შევტკივა ჩვენ. და თურქული, ირანული არაფერი ეღება მათი საწინააღმდეგო კაცო. მე უღებ ყავს ირანელი. როგორ ვიქნება მათი საწინააღმდეგო რა? მაგრამ აქ ადგილობრივად ვერ ხდება რეალიზაცია. გარგარი, ქართული გარგარი არ არის და არის შემოტანილი გარგარი. გეთანხმებით. მადლობა თქვენ ზარისთვის. პროდუქციის 99%, რასაც ჩვენ ვყიდულობთ, შემოსულია უცხოეთიდან. ზოგიერთ შეფუთვაზე ქართული წარწერები არის დატანილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოსდან არის ეს პროდუქცია. მაგალითად, ჩინეთიდან შემოდის არნახული რაოდენობის გაყინული ქათმის ხორცი, რომელსაც შემდეგ საქართველოში აფასოვებენ, ქართულ წარწერებს დაიტანენ შეფუთვაზე და ყველას გონია, რომ ეს ქართულია, მაგრამ არ არის. მე არ ვამბობ ახლა, რომ უცხოეთიდან არაფერი არ უნდა შემოდიოდეს. კი, უნდა შემოდიოდეს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ სფეროების განვითარება. თქვენ იცით, რომ კაზინოების თემას არაერთხელ ვეხებით ხოლმე ინტერაქტივში ჩვენ და ცნობილი ხდება, რომ 100 მილიარდზე მეტი ლარია კაზინოების ბრუნვა, 100 მილიარდ ლარზე მეტი, სახელმწიფო ბიუჯეტზე სამჯერ მეტია ეს. და ყველა ეს კაზინო 99% კაზინოების ესაც უცხოურია. ანუ თუ რამე ფული შემოდის საქართველოში, ყველაფერი ხდება ისე უცხოელების ხელში და გადის ქვეყნის გარეთ. და აქ რაშია გამოსავალი? რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბიზნესი განვავითაროთ, ახლა მე კაზინოების ბიზნესი არ ვლაპარაკობ, კაზინოების ბიზნესი განვავითაროთ კი არა, საერთოდ უნდა მოვიშოროთ, ჩემი აზრით, მაგრამ ყველაფერი უცხოელების რომ არის, ამის თქმა მინდა უბრალოდ. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. დიახ. ყავია მოკლედ და ჩამოვაყალიბე. დიახ. ალი გვაქვს საქართველოში. გვაქვს. მიწა გვაქვს, აერი გვაქვს. ყველაფერი გვაქვს, მაგრამ დიახ. მაგრამ ერთი ამბები შეიძლება არის თავრობა. აბსოლუტურად ყველაფერი. დიახ. უნდა მოხედოთ, მაგრამ გამოხდება ყველაფერი. მადლობა. მადლობა თქვენ ზარისთვის. ამ ეთერში აგრეთვე არაერთხელ გვისაუბრია მცირე ბიზნესების შექმნის აუცილებლობაზე, რომ სახელმწიფო უნდა შექმნა სპეციალური სააგენტო, რომელიც საოჯახო მცირე ბიზნესებს შეუქმნის ადამიანებს დაეხმარება ამ შექმნაში. როდესაც გაიმართება ეს ბიზნესი, უკვე უნდა გამოვიდეს სახელმწიფო და დაუტოვოს ოჯახებს ეს ბიზნესები. აი ელემენტარულ საგნებზეა საუბარი, რისი დამზადებაც შეიძლება. ერთჯერადი ჭიქა, ერთჯერადი კოზი, ხელსახოცი მაგალითად და სხვადასხვა რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვჭირდება ხოლმე ადამიანებს. ბოთლის წარმოება არ არსებობს საქართველოში, რომ დაგჭირდეს შუშის ბოთლის ყიდვა დიდი რაოდენობით ვერ იყიდი. უცხოეთში უნდა წახვიდე და იქ კომპანია შეუკვეთო. და თუ აქ იყიდება ცარიელი ბოთლები, ესეც უცხოეთიდან არის შემოტანილი. ზარია ეთერში, გისმენთ? მოგესალმებით, გამარჯობა. და ბიზნესი როგორ განვითარდება, ჩემო კარგო? თუ ეკონომიკა არ განვითარდა ქვეყანაში. დიახ. მეკითხები რა, სოფლის მეურნეობა, სუბუქი მრეწველობა, ძიმე ინდუსტრია, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ხოდა როცა ეკონომიკა წავაში აღმავლობისკენ, ბიზნესი განვითარდება და კონკურენციასაც გაუწევს უცხოეთიდან შემოსულ საქონელს. გამიგეშვილო და ყველაფერი კარგად იქნება. ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდება.
მაგრამ ამას არ აწყობ და არ აკეთებენ. გმადლობ, დიდი მადლობა ზარისთვის, აი სანქციებზე მიმდინარეობს გამუდმებით საუბარი. რომ ეს არ მოსწონს ხელისუფლებას, რომ სანქციებს უწესებენ და არის მთელი დისკუსიები ამასთან დაკავშირებით. და ხომ გაიღვიძა ქართულმა ოცნებამაც იმ რეალობაში, როდესაც ხედავს, რომ ამ ქვეყანაში ქართული არაფერი არ არსებობს. ბანკი ქართული არ არის. ერთი საფიცარი ბანკი ვერ შეიქმნა ქვეყანაში ნორმალური ძლიერი ბანკი, რომელიც ქართული იქნება და არ დაემორჩილება იმ საერთაშორისო სანქციებს. ვთქვათ, მაგალითად ვამბობ ახლა მე რომ ეშინიათ ამ სანქციების, აი ეს გაეკეთებინათ. პლასტიკური ბარათები არ გვაქვს ქართული. ყველა ბარათი, რომელიც აქვს ადამიანს გადახდის ბარათები უცხოურია. ქართული წარწერები აქვს, მაგრამ საერთაშორისოა. პენსიონერები პენსიას რომ იღებენ, ხომ აქვთ ბარათი? ის ბარათი უცხოურია, იქ აწერია ან ვიზა, დიდი ალბათობით ან მასტერკარდი. ეს უცხოური კომპანიებია. მე არ ვამბობ ვიმეორებ, რომ უცხოურის წინააღმდეგი უნდა ვიყოთ. არა, საჭიროა ეს ბარათები და ეს საერთაშორისო გადახდების სისტემები, მაგრამ ქართულიც რაღაც უნდა იყოს. რაღაც უნდა იყოს, სასტუმროს გახსნა უნდა შეგვეძლოს დიდის და ძლიერის. თბილისის ცენტრში გაბრძანდით და ნახეთ, რომ არც ერთი დიდი ეს ძლიერი სასტუმრო არ არის ქართველების და ქართული უпроსწორად. ელემენტარული ხორცი არ არის ქართული, თევზი არ არის, მანდარინი არ არის ქართული. და რაში ხედავთ აქ გამოსავალს, რომ თუ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ არ გვეკუთვნის ერთ დღეს და ამ ფონზე კიდევ არაბული ქალაქებისკენ მიიწევს ჩვენი ხელისუფლება, რა მომავალი გვექნება. ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით ბატონო ილია. გამარჯობა. აი ეს მართალი განდები. სოფელი მაგისი მიზეზია სოფელი გაიცანა. გლეხთა არც მაღაზია იბადებს რაიმესავდო. არც ბაზარში აღიშვებენ. ხო, მიეცათ ყველა ნაირი გასახალი. ინვესტორებს მიეცათ ყველა ნაირი გასახალი. სამწუხარო ხალხი არ აფინანსებს. იმ პეპის მომატებით და ხელფასის მომატებით. და აკა ის დაწყებებია მინუს. ის დაწევა არის იმ ბიზნესმენების დაფინანსება. სახელმწიფო აფინანსებს ბიზნესს გააროსებს. ჩვენ არ გვაქვს ჩვენივე მაინც ვისკის გადასახად. ექციანი ხო რაღაცა მაინც უნდა გადაიხადო და ბაზარში მინუსს კლეს არავის იზურებულს ხდიან, რომ აუცილებლად მოვაყენებთ ხელში წავაგებ გლეხი. რომ გლეხისგან იტედოთ იაფად და მერე გაყიდოთ ეს მოვაყენები ბანგებიდან და მილიონებს ეთამაშებიან. მადლობთ, დიდი მადლობა. ცუდად ისმის უბრალოდ რაღაც ნაწილი გავიგეთ თქვენი საუბრისა, მაგრამ კარგად არის მოდა ბოდის გიხდით. ეთერშია ინტერაქტივი 557 88 55 ეს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. რა მომავალი ექნება ქვეყანას თუ არ განვითარდა ქართული ბიზნესი, ქართული სოფლის მეურნეობა, ქართული წარმოება ზოგადად. ჩვენ ვიმეორებ, რომ ამ ეთერში არაერთხელ ვამხილეთ ქართული მაღაზიათა ქსელები, რომლებიც ბაზარს კეტავენ ქართული წარმოებისთვის, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის და მხოლოდ უცხოური შემომტანების მიერ არის ეს ყველანაირი პროდუქცია წარმოდგენილი. ამ დროს სახელმწიფოს როლი როგორია? სახელმწიფომ და ხელისუფლებამ სხვათა შორის ისიც გვითხრა, რომ ფასებს გავაიაფებთო, მაგრამ ორ თვეზე მეტი გავიდა, ორ თვე ნახევარი და არანაირი გაიაფება არ გვიგრძნია. პირიქით, გაირკვა, რომ თებერვალში 10%-ით მოხდა ფასების გაძვირება. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს, შეიძლება თქვა? რა თქმა უნდა, შეიძლება. აი, საერთოდ კავშირი ჩემი აზრით არ უნდა დაცვლილიყო. აი, თქვენს არწზე გადის გერბი და საფასური. დიახ. რომელიღაცა ქვეყანა აჩვენეს, რომელიც ძლიერი ქვეყნის ფარველობის ქვეშ იყო, ამათმა იტუტუცეს და მოუკიდებლობა მოიპოვეს და
ეხლა იმ გერბი და საფასურში ამბობდნენ ამ დამოუკიდებლობას არიციან რა უყოვნო. ეს რომელიღაც აფრიკულ ქვეყანაზეა სავარაუდოდ, ხო? ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობენ, ხო და რა თქვენოდა ეს საბჭოთა კავშირის დასვლა, ეს ჩემი აზრია. ყველაფერი ქონდა, მაცივარი ქონდა სავსე, წინა დღის საჭმელს მეორე დღეს არ კადრულობდით. კარგით. არ ვიცი, მე არ გიპასუხებთ ამაზე. თუ სურვილი ექნებათ სხვა მაყურებლებს და რადიო მსმენელებს გამოგეხმაურებიან. მე კი როგორც თქვენს მოსაზრებას ასე გავეცნობი ამ ყველაფერს. ინვესტიცია კარგიაო, ხელისუფლება გვეუბნება და მარაბულ ქალაქებს ამით ამართლებს და რა არის ინვესტიციაში კარგი? ასეთ უცხოურ ინვესტიციაში ან სხვა ტიპის უცხოურ ინვესტიციაში. ჩემი აზრით ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ინვესტიციას აქვს რაღაც დროებითი ეფექტი. დროებით ცოტა ხნით ეკონომიკაში რაღაც თანხა შემოდის. მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც ეს ბიზნესი განვითარდება, 10 მაგი და 100 მაგი გააქვს უკან. და ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების თუ სხვადასხვა ბიზნესმენებისთვის გამოყენებული რაღაც ინსტრუმენტი და ამ დროს ქართული არაფერი არ ვითარდებოდეს. ტაქსის კომპანია არ არსებობს ქართული, დარეკავ ან აპლიკაციის მეშვეობით მობილურით გამოიძახებ და ტაქსი მოვა ადგილზე. ქართული აღარ არსებობს ასეთი. არ არსებობს საკვების თუ პროდუქციის მიტანის კომპანიები რომ არის ქართული. ეს ყველა რაც არსებობს, რაც სახეზეა უცხოურია. სასტუმროები, დიდი ქსელები არ არსებობს ქართული. მაღაზიათა უმეტესობა დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში არის უცხოური კომპანიების საკუთრებაში. ყველა სფერო, ბანკები, კომერციული ბანკები, უცხოელების არის, კაზინოები, უცხოელების არის, ბოსტნეული, ხილი, პროდუქტი, რასაც ვყიდულობთ ყოველდღე, უცხოურია. ნუ თუ არ აქვს ქართველს იმის შესაძლებლობა, რომ თვითონ მოიყვანოს მოსავალი, თვითონ დაამუშაოს მიწა, თვითონ შექმნას ბიზნესი, ძალიან ნიჭიერი და ასე ვთქვათ, მოხერხებული ერი ვართ ჩვენ და გვაქვს ამის შესაძლებლობაც, ნიჭიც, მაგრამ სათანადო ხელშეწყობას ალბათ ვერ ვხედავთ. ეს ჩვენი თემებია დღევანდელ ინტერაქტივში. ვიღაცა შეიძლება მოეჩვენოს, რომ ახლა რა დროს სოფლის მეურნეობაზე საუბრის დროა, ვთქვათ, ის იმ ფონზე, როდესაც რაღაც ბევრი პოლიტიკური ცხელი ამბავი ხდება, მაგრამ თუ ჩვენ ამ მნიშვნელოვან თემებს ყოველთვის გვერდზე გადავდებთ და მუდმივად აი ამ ცხელი ამბების ზეგავლენის ქვეშ და შეფასების ქვეშ ვიქნებით, ყოველთვის მეორე ხარისხოვანი იქნება ეს სასიცოცხლო დარგები და მნიშვნელოვანი თემები. ასე რომ რაში ხედავთ გამოსავალს, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ ინტერაქტივში. სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. თქვენ გვისმენთ და გვიყურებთ მთელ საქართველოში ტელევიზიის მეშვეობით, ხოლო რადიო სიხშირეზე FM 105 და 1. რაც შეეხება ობიექტივის ინტერნეტ გვერდებს, აქაც მნიშვნელოვანია, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხები, მაგალითად YouTube-ზე ობიექტივი ქართული ასოებით უნდა აკრიფოთ და დაგვიმეგობრდეთ, ასევე Facebook-ის მეშვეობით, იქაც ბევრ საინტერესო ახალ ამბავს მოგაწვდით. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა, ბატონო ილია. გამარჯობა. მოგესალმებით, გენაცვალე დიდი პატივისცემით. აგრეთვე მიიღეთ. არაფერი იმედი არ მაქვს, შვილო, პირადად მე. არც მაქვს და არც მქონდა და არც მაქვს. მე ერთი რამ მაინტერესებს და ჩვენ თავრობას ვეკითხები. როდემდე უნდა ვიშიმშილოთ ჩვენ 68 წლის არა ვარ ჯერ. 70 წლისა გავხდები თუ არა არ ვიცი. ეგ ღმერთმა იცის მარტო. როდემდე უნდა გრჩებოდეს მაღაზიაში თვალი ყველაფერზე და შევდიოდე მარტო პულზე შვილო. და რამდენ ჩემნაირი არის მარტო ჩემს გარშემო. აი მე მათ ვეკითხები, როდემდე უნდა ვიშიმშილოთ, როდემდე უნდა გრჩებოდეს თვალი ყველაფერზე, აბსოლუტურად ყველაფერზე შვილო. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ქალბატონოს არისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს რეალობა ბევრ ადამიანს უდგას, ყოველდღიური კვების საკითხი და თავიანთი შემოსავლებით და პენსიებით, უბრალოდ სრულფასოვან კვებას ვერ უზრუნველყოფენ ადამიანები. ეს ტრაგედია და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე თემა, რაც სახელმწიფო მიზნად უნდა დაისახოს.
ის კი არა რომ სოციალურ დახმარებებს მოუხსნითო, ყველანი კარგად ვართო, სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეაო, ასეთი ტექსტებით მოგვატყუონ. სიმართლე უნდა უთხრათ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ამ პრობლემების გამოსასწორებლად და ვიზრუნოთ აგრეთვე უნებლობაზე პროდუქციის. ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ის თუ რა იყიდება ქართულ დახლებზე. ხარისხიანი ქართული პროდუქცია არ უნდათ, არ შეიტანენ მსხვილი სუპერმარკეტები, მაგრამ შეიტანენ იაფასიან მდარე შხამებს, სხვადასხვა სასმელებს გულისხმობ ახლა მე ლიმონადებს, ენერგეტიკულ სასმელებს. შხამი ურჩევნიათ შეიტანონ, ვიდრე კარგი ხარისხიანი პროდუქცია. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა, გისმენთ? დიახ. გამარჯობა ილია. მოგესალმებით. ტელევიზორს უნდა გამოურთოთ ხმა, აი როგორ გვაფერხებს ახლა თქვენ იქით გესმით ჩემი ეკო. მე თქვენი ეკო და აი ასე ვიბნევით, ვერ ვსაუბრობთ და გამოურთეთ ხმა ამ ტელევიზორს. გამორთული მომწია, გამორთული. გისმენთ, დიახ. აი გამიგებია. ადრე იყო მეურნეობა სოფლებში. მოყავდათ დისნეულიც მოყავდათ, ყველაფერი მოყავდათ. იყიდებოდა მაღაზიებში, ხილმოსნეულის მაღაზიები იყო. Anche passare di lavoro. Come sto non possibile da scuola. Non c'è da. Ne sa come una famiglia, una come abbiamo ben da. E la peri, non si può fare არაფერი არ გესწრებოდა. მადლობთ, დიდი მადლობა ქალბატონო თქვენს არესთვის. ხელისუფლება აგრეთვე ამბობს, რომ რაღაც მსოფლიო ინდექსებით თურმე საქართველოში ბიზნესის კეთება ყოფილა ყველაზე მარტივი. აბას ცადოს ნებისმიერმა ადამიანმა და დაიწყოს ბიზნესი საქართველოში. როგორი რთულია ეს, რთული საკეთებელია. იქ ისეთი ფაქტორები ჩნდება, რომელიც წარმოუდგენლად დაუჯერებელია. ყველაზე საშინელ ფილმებში მაფიოზების შესახებ იტალიურ მაფიოზებზე მაქვს საუბარი, იქაც კი ვერ წარმოიდგენთ აქ რა ხდება. უბრალოდ არ გაგახარებენ, უბრალოდ მოგკლავენ, მოგვგუდავენ. აი ასეთნაირად გაგანადგურებენ შენ თუ რაღაცას შეხვედი რომელიღაცა მაღაზია ათაქსელების ბიზნესში. მაგალითად რომელიღაც სასმელი შემოტანა თუ განიზრახე უცხოეთიდან და ვისაც უკვე შემოაქვს ის მაფიოზები, რომლებიც გარიგებული არიან მთავრობასთან, მაღაზია ათაქსელებთან, საკუთარ ბიზნესსაც და მაღაზიებსაც ფლობენ, ისინი მოვლენ და იარაღს დაგადებენ და გეტყვიან. ეხლავე შეწყვიტე ამ პროდუქციის შემოტანა. თორემ მოკლავ. აი ასეთი რაღაცები ხდება, ყველას გაგვიგონია ალბათ. მაფიოზთა რაღაც წრეებია. ახლა ჩემთვის და თქვენთვის ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ეს უჩინარი სქემები ამას უფრო ხედავენ, ვინც ბიზნესში ჩართულია ის ადამიანები და ისინი ყვებიან და გვეუბნებიან. იმდენად მძიმეა, არანაირი კონკურენცია არ არსებობს, სამართლიანი გარემო არ არსებობს იმისთვის, რომ ქართველმა საქართველოში ბიზნესი შექმნას. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა ბატონო. მოგესალმებით. ძალიან ძნელია თქვენთან გამოსვლა, რა ვიცი. როგორ ყოველთვის დეკავს ამდენი ორი კვირა ვეღარ გამოვიდა. ხშირად გვეუბნებიან. ახლა რა შეეხება ამ ბიზნესს, ამ პროდუქციას, ბატონოებია. დიახ. ახლა როგორ საქმეა? მიიღო ხალხმა თავისუფლება? გაიქცნენ, წავიდნენ ევროპაში. დრო ხან არის სოფელში. გამოდიან ლაპარაკობენ დროხის ხორცი გახდა 30 ლარი. არ ხდება რატო არ გახდა? იმასაც გეტყვით, რომ საკარმი და მონაკვეთში ხალხს მწვანილი არ მოხავს, მწვანილი. საკარმი და მონაკვეთი არ მოხავს, ორპოსებს კი არ გულისხმობ. რაიონებში სოფლებში მწვანილი არ მოხავს. გარბიან ბაზარში, ორი ყოლა პეტროშკისთვის, ინდისთვის. აიშია, იმ ხალხს რა უნდა ელაპარაკო? არ უნდათ, გამიშება არ უნდათ. მეორე კიდე მაფიოზები ვამბობ. კი არიან მაფიოზები, აბარა. მაგრამ ეს კაპიტალისტი მოყვება ესე. სხვას უნდა მოჭამო ფეხი, რომ შენი არსებო. მაგრამ აქ მხოლოდ ასე არ უნდა ხდებოდეს, კანონი და სამართალი უნდა არეგულირებდეს ყველაფერს. რა თქმა უნდა, გეთანხმები. ეგრე უნდა იყოს, მაგრამ არ არის ჯერჯერობით.
ვეღარ გაუვიდა ეს თავრობა ეთქობა ამ ყველაფერს. აკი რა თქვა გუშინ სინახედა შენმა თლები ხალხზე წამევიდა. ჯერ გამოაცხადა ტერორისტები არიანო. მე ვთქვა რომ არა არ მithქვია. ასეთი ტყუილები რა არის? არ შეიძლება. და რა მინდა გთხოვოთ კიდევ ბატონო გიორგი? ილია ლომიასთან დაკავშირება როგორ შეიძლება მოხდეს? ვერაფრით ვერ დავრეკე, ვერაფრით ვერ დავრეკე. გადაცემის პარალელურად უნდა სადოთ სხვა როგორ გითხრათ არ ვიცი. სხვა რა გირჩიოთ? გადაცემის დროს სადეთ კარგად ძალიან გთხოვთ და იქნებ გამოხვიდეთ. მადლობა თქვენ ზარისთვის და რომ დაგვიკავშირდით ამისთვის მადლობა. სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. რა მომავალი ექნება ქვეყანას თუ ჩვენ არ განვავითარებთ საკუთარ ბიზნესს, საკუთარ სოფლის მეურნეობის დარგს, ქართულ წარმოებას საერთოდ. ყველაფერი უცხოურია და ყველა დარგში უცხოური კომპანიები არიან გაძლიერებული და ამ დროს ქართული არაფერი არ არის ერთ დღეს გავიღვიძებთ და აღმოჩნდებით რომ საკუთარი სახლის გარდა არაფერი გვეკუთვნის ჩვენს ქვეყანაში. მიწებსაც კი ყიდიან უცხოელებზე და არაბულ ქალაქებს აშენებენ. სასტუმროები, ბანკები, კაზინოები, მაღაზიათა ქსელები, პროდუქცია რაც შემოდის, მიტანის სერვისები, ტაქსის კომპანიები, სამშენებლო ბიზნესი, ესეც ბანკების საკუთრებაშია და ბანკები თავის მხრივ უცხოელების საკუთრებაშია. ყველაფერი უცხოურია. ზარია ეთერში. რა შეხედავთ გამოსავალს და რას ფიქრობთ ამ თემაზე? ალო, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. ჯერ გამოვეხმაურებით ჩემს წინა გამოსვლელს. დიახ. თვითონ ნეტარისი წარმომადგენელია. ამ სოფელს რომ მივადექით, ხო? ამ სოფელს საბალახო მიწის ნაკვეთები აღარ აქვს, ყველაფერი წაართვეს. მე პირადად წარმოშობით ჭიათურიდან ვარ. ნუ თუ ერთხელ ვინმე დაინტერესდა გაიარა ჭიათურის რაიონებში. აი ასეთი პიროვნებები, რომელიც პიროვნებებსაც მიაჩნიათ, რომ სოფლის ხალხს ცხოვრება და შრომა არ უნდა და მიტო გამორბიან თბილისში, მიტო გამორბიან, რომ საარსებო მინიმუმი ნახონ, ის თქონ. აი ერთი ლუკმა პური, სარიელა პური და ჩაი მაინც ძალივინონ თავის ქმართულს. თუ რამე კარგი მიწის ნაკვეთები მაღარომ წაიღო, ჩაიმარხა ხალხი მიწაში. ვინ არის ამისი ბატონ პატრონი, ისევ მთავრობა, ხო? რომელიც მათ გაფწირა ერთიანად და ჩაგმარხა ცოცხლად მიწაში. საბალახო მიწის ნაკვეთი არა გვაქვს, საბოსტნე მიწის ნაკვეთები კი არ დაგვიტოვეს. აი ჩემს წინა მორბეს რომ ძალიან კარგად მეტყველებს და კარგად ლაპარაკობს. ნეტამს რისი გამკეთებელია ალბა თავის კორპუსსაც ვერ მოუვლის მაგიდა მადლობა ღმერთს თუ ის თავის სახლის კარგად აგნებს. ამიტომ სოფლელებს ძალიან სამოუკრავენ ხელს ჩვენი სოფლელები არა ვართ რომელიც სოფლიტანაც უყურება გადააგდო და წაღმა ამოვა ჩვენ ვართ ყველაზე გაუბედურებული ყველაზე გასაფრთხოებული რაიონიდან და ჩვენს რაიონზე ჩვენს სოფლებზე რო კიდე ამას იყვიან ხო იმას ღმერთი არ აპატიებს და მართლა სოფლა დაიმართებიან. მეორეც კიდე ეხლა რეკლამაში უყურებ ტელევიზიის სოციალურ დეხვებს რომელიც ჩვენს ბავშვებს ძალიან უყვართ. ვინმე ყავს კონტროლი რას წამს რა უნდა ვაჭამოთ ეს დიახ დიდი მადლობა თქვენს არისთვის. მადლობა ნამდვილად არ გვაქვს განცდა რომ ეს ხორცს პროდუქტები ოდნავ მაინც არის ხარისხიანი. თავად შეფუთვაზეც კი არსებობს დატანილი წარწერები რომ შესაძლოა შეიცავდეს ხორცს. ასეთი წარწერა აქვს სოსის. ანუ შესაძლოა არც კი შეიცავდეს ხორცს. და რაღაც ცხიმებისგან იყოს დამზადებული. ბევრი ასეთი საშინელი რამ ხდება და ამას მეტი ყურადღება სჭირდება გეთანხმებით ამაში 557 88 55 88 ღვინის სამშობლოში საქართველოში უცხოური ღვინო არის ერთ-ერთი წამყვანი. რატომ უნდა ხდებოდეს ეს? უცხოურიც უნდა შემოვიტანოთ ბუნებრივია და თუ მოგვესურვება ისიც გავსინჯოთ და მივირთვათ ხანდახან, მაგრამ ქართული ღვინო ჯერ ერთი ასეთი ძვირი რატომ უნდა ღირდეს? და მეორეს ერთი რატომ უნდა იყოს ნაკლებად პრიორიტეტული ქართული ღვინო საქართველოში? ყურძენი მაგალითად რატომ უნდა შემოგქონდეს ავღანეთიდან და სხვადასხვა უცხოური ქვეყნებიდან, ან ვაშლი, ან თხილი.
წარმოუდგენელი ფასია თხილის, მაგალითად 90 გრამიანი შეფუთვა თხილისა ღირს 10-დან 15 ლარამდე. ანუ 150 ლარი გამოდის 1 კილო მოხალული თხილი და ეს შეფუთვები ძირითადად შემოტანილია თურქეთში. მე სამეგრელოში ვიმყოფებოდი ამას წინათ და მაღაზიაში შევედი და ესეთი მოხალული თხილი ვნახე, რომელიც ძალიან ძვირი ღირდა და წარმოებულია თურქეთში. ჯერ ერთი ეს მეგრული თხილი ჩაიბარეს თურქებმა ძალიან იაფად, დაბალ ფასად. შემდეგ იქ მოხალეს და გამოაგზავნეს უკან სამეგრელოში და 20 მაგ ფასად ყიდიან. და ნუ თუ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა რომ ჩვენივე თხილი მოვხალოთ და დავაფასოთ და გავყიდოთ ადამიანურ ფასად. ქართველმა ფერმერმაც ისარგებლოს ამით და ბუნებრივია მომხმარებელიც არ დარჩეს დაზარალებული, როდესაც ვიმეორებ 90 გრამიანი მოხალული თხილი შეფუთვა 10 ლარიდან 15 ლარამდე ღირს. 10 ფასდაკლებით იყო ამას წინათ. 5-5-7 88 55-88 რა მომავალი ექნება ქვეყანას თუ ჩვენ არ განვავითარებთ ქართულ ბიზნესს, ხელს არ შევუწყობთ სოფლის მეურნეობას და ქართულ წარმოებას. კომერციული ბანკები უცხოელების საკუთრებაშია. ყველა პლასტიკური ბარათი, რომელსაც ვიყენებთ გადახდებისას მაღაზიებში თუ სხვადასხვა სფეროში, არის უცხოური ამერიკული კომპანიების კოლგის ქვეშ. სასტუმროების დიდი ნაწილი, სურსათი, ბოსტნეული, ხილი, მაღაზიათა ქსელების დიდი ნაწილი, მაგალითად კარფური, სპარი, ეს უცხოურია, მედიკამენტები, რაც შემოდის აბსოლუტური უმრავლესობა უცხოურია. სამშენებლო ბიზნესი ბანკებს ეკუთვნის და ბანკები თავის მხრივ უცხოელების არის. სადაზღვევო კომპანიები, ტაქსის კომპანიები, მიტანის სერვისის კომპანიები, აგრეთვე თამბაქო, ალკოჰოლი, რომელი ერთი სფერო დავასახელოთ, ყველგან არიან პრიორიტეტულ მდგომარეობაში უცხოელები. ნუ ერთადერთი არის შეიძლება ითქვას, რომ სარესტორნო სფეროში უმეტესად ქართულია ეს და ეს ნამდვილად გვიყვარს რესტორნები და ჭამასმა ქართველებს და ამაში გვაქვს გარკვეული წარმატება. თუმცა აქაც ბევრი უცხოური კომპანიაა რესტორნების დარგშიც. მაგალითად ამერიკული კომპანიები, ბურგერების კომპანიები, რომელიც პოპულარულია ბავშვებში და ახალგაზრდებში, ყველა უცხოურია თითქმის. სარია ეთერში გისმენთ? ალო. გისმენთ? ალო. ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი, გისმენთ? კარგი, დავემშვიდობოთ, არ არის კავშირი, როგორც ჩანს, 5-5-7 88-55-88. ჩემი თხოვნაა ტელევიზორს ბოლომდე გამოურთოთ ხმა და დაგვიკავშირდეთ და თქვენი შეფასება გვითხრათ იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გვაქვს ინტერაქტივში. რა მომავალი ექნება ქვეყანას თუ ჩვენ არ განვავითარებთ ქართულ ბიზნესს და ხელს არ შეუწყობს სახელმწიფო. სოფლის მეურნეობის დარგს აგრეთვე. მე მახსოვს, რომ წინა გადაცემაში იყო ასეთი ზარი, ერთ-ერთ წინა გადაცემაში, რომ ბატონი ამბობდა, რომ საქართველოში მიწების დიდი ნაწილი აუთვისებელიაო. მე რა მოხდაო, რომ უცხოელებზე გავყიდოთო ეს მიწებიო და იქ ქალაქები ააშენონო. უნდა იყოს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი, რომ განავითაროს ზუსტად სოფლის მეურნეობა და ამდენი აუთვისებელი მიწა არ გქონდეს. საოჯახო ბიზნესები შეუქმნას ადამიანებს და ეხმაროს. ინვესტიციები სახელმწიფომდე უნდა განახორციელოს ტექნოლოგიების დარგში, მობილური აპლიკაციები იქნება ეს კომპიუტერული სხვადასხვა მიმართულებები და პროგრამები. აქ დიდი ფული შოვნა შეუძლია ქვეყანას. ისრაელის მაგალითი, ისრაელს არც ნავთობი აქვს, ხო? ისრაელს არ აქვს რაღაც განსაკუთრებული სოფლის მეურნეობა, ვიცით როგორი მიწაა ეს და როგორი ტერიტორიაა. მათ ამ ტექნოლოგიებით და თავიანთი ცოდნის გამოყენებით შეძლეს რომ ქვეყანა არის ერთ-ერთი განვითარებული ეკონომიკა და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. თუ კი დროულად მოვეგებით გონს. ზარია ეთერში გისმენთ? დღემშვიდობისა ბატონია. დღემშვიდობისა, მოგესალმებით. ერთხელ გაიწისა და მეორე გიკავშირდებით. დიახ, კი. ბატონია. დიახ. ჩვენს ქვეყანაში ატიოსანი მშრომელი ვერ გაიხარეს, ვერასდროს და ახლა მოგახსენეთ ორიოდ ეპიზოდს რატო ვამბობ ამას. კი ბატონო. თუ არცები მგონი შემარნაძის მმართველობის პერიოდი იყო. აქ ძალიან ბევრი იყო მაშინ გაეროს წარმომადგენლები ყველგან და აი ზუგდიდში სადაც თქვენ ბავშვობა გაატარეთ, იქ იყო ასეთი შემთხვევა და
არ შემიძლია რომ ეს არ მოგახსენოთ. კი ბატონო. მაშინ ხილს იბარებდნენ, ნუ ყველგან თითქმის ერთი ფასი იყო, ბაზრის ფასი და ძალიან სხვაობა არ იყო არცად და აი ეს გაერო სამშრომლობა რატომღაც გადაწყვეტეს იმათ ჩაებარებინათ ცოტა მეტ ფასებში და ეს ხო ვისაც თხილი ქონდა და იმით სუნთქავდა ხო რაღაცნაირად უკეთესობისკენ ხო იყო ეს გადაწმოინაბიჯი და სადაც ისინი ბინა ცხოვრობდნენ ბინით ზუგდიდში იქ მიაწერეს ხილს იბარეთო შედარებით მეტ ფასებში და არ გასულა დიდი დრო და ჩვენებმა მიაწერეს ინკას დაანებეთ ტკილის ჩაბარებას თავი თუ არა აგაფეთქეთო ეს მიაწერეს ჩვენებმა გამახვილე ყურადღება იქ მართლა ჩვენები იყო ხსები მე რატო ვამბობ ამას იმიტომ რომ მათი მაფია კიდულობდა მათი მაფია ჩვენები აქედან მე დაახლოებით ვიცი ვინ იყო მაგრამ უკეთესი არ იცოდა და კიდე ერთ ასეთ ქვეყანაში ხალხი როგორ გაიხარებს და კიდე ერთი მინდა შეგახსენოთ მაშინ თქვენ პატარა იყავით ალბათ ასაკით და უშუქობა და ამაზე რა ის იყო ტანჯვაწამება და ვიღაც უცხელი გაიქცა აქედან და მერე მოყვა თავისი ქვეყნიდან სოფიო მაქსო შემოვლილი სადაც ვიყავი და აფრიკაში ერთ-ერთ ღარიბ ქვეყანაში ყველა მუხლებ დაჩოქილი მეხვეწებოდაო შუქი გამოუშვი ამაში დაგვეხმარეო და ერთადერთი იყო საქართველოში რომელიც სადაც მოდიოდნენ იარაღიანი ხალხი და მეუბნებოდნენ შუქი არ გაუშვა ჩააქრო იმიტომ რომ ისაც შემოქონდა აქ ნავთობი ეს რაცია კაცო და გენერატორები და შუქის გაშვება არ აწყობდა და ასეთ ქვეყანაში ხალხი გაიხარეს მოსაყვევა როგორ უნდა გაიხაროს სამწუხაროდ სიმართლე თქვით თქვენ და ბევრი რამ არ შეცვლილა იმ 90-იანი წლების შემდეგ საქართველოში სამწუხაროდ ახლა შეიძლება მეთოდები შეიცვალა და პირდაპირ თქვათ იარაღით არ დაადგებიან ადამიანს პირველ და მეორე ჯერზე სახლში ბიზნესის კეთების გამო მაგრამ სხვა მეთოდებია ეს ბიზნესი მსხვილი ბიზნესი გარიგებულია მთავრობასთან გაოგნდებით, გაოცდებით. ქართული ოცნების შემწირველთა სია უნდა ნახოთ. არ სრულდება სია იმდენად დიდია. დაუსრულებელი სია მიდის. და ამ სიაში არ მხოლოდ ეს ძალიან მსხვილი ბიზნესმენები არიან, არამედ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებიც, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებიც კი ყველა მირბის და ქართულ ოცნებას წირავს ფულს. რომ მერე იყიდონ ამით ხელშეუხებლობა. ასეთ ქვეყანაში ნამდვილად დიდი პრობლემა იქნება რომ ახლა ჩვენ მოვთხოვოთ ქართულ ოცნებას რომ განავითარე შენ სოფლის მეურნეობა ხელი შეუწყე ქართული ბიზნესის მათ შორის მცირე ბიზნესის განვითარებას რა თქმა უნდა პრიორიტეტული იქნება ის ვინც ფულს შესწირავს ქართულ ოცნებას და შენ თუ პატიოსნა დაკეთებ შენი შრომით არავისთან არაფერი ვალი არ გაქვს არ გაგახარებენ ელემენტარულად რომ წვენი ჩამოასხას ქართველმა და მაღაზიაში დადოს, ეს შეუძლებელი ბარიერებით იქნება დაბრკოლებული და შეჩერებული. მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ ამ ვითარებაში. მეც ძალიან მიკვირს ხოლმე ზოგიერთი ადამიანის, ვინც გეტყვის, რომ შენო თქვენო მუშაობა არ გინდათო, რაღაცა ბიზნესი დაიწყეთო, ყველაფერი მარტივიაო, რომ ვეუბნებით ხოლმე ერთმანეთს. არ არის ეს ასეთი მარტივი. სარია ეთერში გისმენთ. დრო იყო როდესაც კომუნისტური დრო რაკეშინიათ იმ დროისაც ძალიან მიყვირს ფერმა იყო ბაშილი იყო ურსმარცალი იყო ფერი იყო ჭახალი იყო ყველაფერი ჩვენა გქონდა რაკეშინიათ ამ ხალხს მადლობა დიდი ქალბატონო იძულებული ვარ მეც რაღაც თქვა ამ თემაზე კომუნიზმის დაბრუნება ან კომუნიზმის შექება კი არ უნდა იყოს აქ მთავარი მიზანი არამედ მიზანი უნდა იყოს რომ ამ მოცემულობაში როგორც დამოუკიდებელი საქართველო და ქვეყანა შევდგეთ ჩვენ მივიღოთ სწორი კანონები იყოს სამართლიანი გარემო ცხოვრებისთვის და ყველა სფეროში სამართლიანობა იყოს ეს შესაძლებელია ბევრი ქვეყანა შემიძლია ახლაც დავასახელო სადაც სასამართლოც არსებობს არჩევნებიც არსებობს ბიზნესიც არსებობს ფასებიც სამართლიანია ხელფასებიც კარგია პენსიებიც მისაღებია არის ბევრი ასეთი ქვეყანა მაინც და მაინც საბჭოთა კავშირში უნდა ვიყოთ რომ ეს მივიღოთ არა არ არის ამისთვის აუცილებელი
ამისთვის საჭიროა პატრიოტი და ეროვნული ხელისუფლება, ვინც მწოდნია აგრეთვე. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით, დიახ. აი მის თაობაზე რომ უცხოელები ხსნიანო აქო ბიზნეს. ვისაც ფული აქვს ის ხსნის. ცხადია. ჩვენმა ბანკში ჩვენ ხალხსა და აქვს იმდენი ფული. ბანკში რო ფული არ იყოს პროცენტი დიდია. ფული რომ გქონდეს დაზღვეული იმისგან არ არის რომ არ დაკარგავს იმპულს, იმიტომ რომ სასამართლო არაა. ასე. დიახ. მადლობა, კი, გეთანხმებით. და გაირკვა რომ მილიონამდე ადამიანს ქვეყანაში დღეს ბანკის ვალი აქვს. ანუ აბსოლუტურ უმრავლესობას მოსახლეობისა მე ვგულისხმობ იმ თვალსაზრისით რომ იქ ბავშვები არიან, ძალიან ასაკოვანი ადამიანები არიან, არასრულწლოვნების გვყავს ჩვენ და ამ მოცემულობით პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ რომ ყველა სრულწლოვან და საშუალო ასაკის ადამიანს დღეს ბანკში სესხი აქვს და ვერ ამთავრებენ ამ სესხებს და ვერ ამოდიან ამ ვალებიდან. ზარია ეთერში გისმენთ და ეს ბანკები თავის მხრივ უცხოელების არის, ქართველის არც ერთი არ არის. ერთი გამონაკლისი ეს ქართულ ბანკია ქართველის, მაგრამ აბა მიდი იქ და სესხი აიღე, უკეთეს პირობებს თუ შემოგთავაზებს ვინმე, არა. იქაც იგივე სისტემაა ზუსტად რაც სხვა ყველგან. 5-5-7-88-55-88 ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და მორიგი ზარია ეთერში. გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ბატონო ელიასა. მოგესალმებით. მოგესალმებით. მე თვითონაც საბჭოთა დროის წარმომადგენელი ვარ. დიახ. მაგრამ მე ვფიქრობ ჩვენი პატარა აზრით რომ უბრალოდ მაგალითად მოყავთ ხოლმე საბჭოთა დროის საკითხები შესადარებლად. კი ბატონო, გავიგე. ხო. მე მაგალითად ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. და სულაც არ ამჩხენია რომ სოფელში წავიდე და ვიმუშაოდე და ჩამოვიდე ქალაქში. დიახ. იმიტომ ქალაქი სოფელი ქალაქით არის ყოველთვის. თუ გულიგულობს ხადა ორი ხელით იჭმევა. უნდა მოინდომოს ხელისუფლება. ხალხი აღყვება აუცილებლად და ქალაქიც უნდა წამოიქაჩოს და სოფელიც. სოფელი რომ წამოიქაჩება, ჩვენი პროდუქტი რომ წამოვა, თავისთავად თუნდაც ევროპაში, საფრანგეთში რაღაცაში რო არის რომ ერთმანეთისგან რო ყიდულობენ პროდუქტებს სოფლებში. ნაკლები გაჭირვება არის ხო? ასეც რომ დაიწყოს ჩვენთან. მე წამოიქაჩება, სოფლიდან ქალაქში წამოვა, ქალაქის რაღაცა სხვა ნაწარმით. წავა სოფელში და ერთმანეთს შეავსებენ და აი ამ დროს უკვე ცოტა რო წამოდგებით მუხლიდან. დიახ. მე უკვე შეიძლება ის უცხოური ინვესტიციებიც. კი ბატონო. რომ ფაბრიკა ხახნები ავაშენოს და მე მაგრამ სწავლგანათლების გარეშე ნამდვილად არაფერი არ გამა. ეს ინვესტიციები განათლებაში იქნება თუ ფაბრიკა ხახნებში თუ სხვა მეცნიერულ და ტექნიკურ საკითხებში. ასე ჯობია იყოს სწორედ. კი ბატონო. სხვანაირად ვერასოდეს ვერ წამოდგებით და ცარიელ ხაერს ყოველთვის ვიღაცა და რაღაცა შეავსებს. ამჯერად უკვე უცხოეთის მნიშვნელობით. დიდი მადლობა არისთვის. მე სასტუმროებზეც ვისაუბრე ხომ გადაცემის დასაწყისში და თქვი რომ დიდი სასტუმროების უმრავლესობა დღეს უცხოელების არის ეს ბრენდული მაღალი სასტუმროები რო არის ეს უცხოური კომპანიებია და ბათუმში დასვენება უფრო ძვირიჯდება ვიდრე ვთქვათ მალდივის კუნძულებზე ეს როგორ ხდება მე არ მესმის ალბათ იმიტომ ხდება რომ ეს უცხოელი სულაც არ არის მოწადინებული რომ ახლა ქართველს აქ მოვიდეს და დაასაქმოს მაღალი ხელფასით ან ქართველს იაფი ფასები დაუწესოს სასტუმროში განთავსებისთვის. სულ არ აინტერესებს მას ეს. ურჩევნია რომ ძვირი ფასის გადამხდელი სტუმრების მიღებაზე და მოზიდვაზე იყოს ორიენტირებული და ასე ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას. ქართული თითქმის აღარაფერი აღარ არის, ყველაფერი უცხოელების საკუთრებაშია. უნდა იყოს ზოგი რამ კი ბატონო, ზოგი სიახლე, ზოგი ინვესტიცია გასაგებია უნდა ხდებოდეს, მაგრამ ისე კი არა რომ საკუთარ სამშობლოში ქართველი ძევლად აღმოჩნდეს უცხოელების. ბანკი არ იყოს ქართული, პროდუქცია არ იყოს ქართული, სოფლის მეურნეობა არ იყოს ქართული, ყველაფერს მოვიხმართ უცხოურს და უცხოეთში გადის მთელი ის ფინანსები, რაც ჩვენი ემიგრანტების შრომით აქ შემოდის. ან ტურიზმით შემოდის, ყველაფერი უკან გადის საზღვარგარეთ. ან ილექება იმ ხელისუფლებასთან გარიგებული მსხვილი ბიზნესმენების ჯიბეში. ვინც ვიცით რომ აქაც გვყავს ასეთი გაღორებული მეწარმეები და ბიზნესმენები, მსხვილ მეწარმეებზე მაქვს საუბარი.
კეთილი დღეს ჩვენი დრო ამით ამოიწურა ინტერაქტივს ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი წინ სპორტული მიმოხილვა გელოდებათ ასე რომ არ გადართოთ ნახვამდის